და მამო რა ცოდვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი ყველაზე მაგრა, აი განკითხვა, შურისძიება თუ აი რა, აი ესე იგი, არა? ყველაფრის თავი რომელიც ცოდვაა. ყველაზე მეტი არის ჩემი შეხედულებით განკითხვა. ადამიანი რო განიკითხავს სხვას, თავის ცოდვებზე საერთოდ ვერ ფიქრობს იგი. თვითონ რანაკლოვებნა, თვითონ როგორ ცხოვრობდა, ვისინ კარგი არის და ვისინ ცუდია, იმას ვერ იმაშობა, ვერასწორიერებს. და როგორ უნდა დავიცვათ მამო ამისაგან თავი? ესე იგი ეს საკუთარი ნებიანება არის. შენ ესე იგი თუ ამას მიხვდები და თუ მეც თხოვ რომ ამ მდგომარეობა გამოხვიდე, შეიძლება დაახტიო ამისინ თავი. და ამ პარტავნება არის სხვას რო განიკითხავ? ამ პარტავნება არის რა თქმა უნდა. თამდაბალი ადამიანი არ განიკითხავს. არ განიკითხავს. არის არ განიკითხავს თამდაბალი ადამიანი. ის ყოველთვის ჩვენ ადამიანი მე არ მგონია რომ მე ვიღაცას რაღაც არ ეშლებოდი და რაღაცა ცოდვაში არ ვარდებოდეს. თავის და უნებურად თუ ნებრით ხო და ესე იგი იმას როცა ადამიანი თვითონ ვერაცნობიერებს და იმაზე არ ფიქრობს რომ მე რაღაცა მეშლებაო, იგი ყოველთვის ამ პარტავნებით ესე იგი სხვას განიკითხავს, სხვის ცოდვებზე ფიქრობს და სხვის ცოდვებს უყურებს ყოველთვის.